გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდი რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა და ასევე მწვრთნელებმა. პირველ რიგში რა გახდა ამის მიზეზი? გუნდში შეიცვალა ახალი ხელმძღვანელი და რის შემდეგაც ასე ვთქვათ, ფინანსური პრობლემები იყო. ასე ვთქვათ, ველოდებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან ასე ვთქვათ, ჩასარით თანხას, რომელსაც შეგვიდნენ. მაგ თანხით ჩარიცხოსთან ერთად, ანუ როგორც კი კლუბებს დაფინანსება ექნება, ფიცით ალბათ ცნობილი არის, რომ რაღაც კლუბებს ბატონ დაფინანსებას უკეთებდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ველოდებით რაღაცას თანხას და რაღაც პატარა ფინანსური პრობლემები გვაქვს. და ამან განაპირობა სწორედ ფეხბურთელების დატოვება, მაგრამ ასე ვთქვათ, ძირითადად ბისთვის შენარჩუნებულია გუნდში. მიმდინარეობს ვარჯიშები. ერთ-ერთი ვერსია, რომელიც გავრცელდა კულუარებში, იყო ის, რომ თითქოს ხელმძღვანელობის მხრიდან ფეხბურთელებს და მწვრთნელებს გარიგებულ თამაშებში მონაწილეობა შესთავაზეს და ამის სანაცვლოდ კლუბში დარჩენა. ამ შემთხვევაში საუბარია თქვენ თვითონ შესთავაზეთ ფეხბურთელებს და მწვრთნელებს, რომ მიეღოთ მათ გარიგებულ თამაშებში მონაწილეობა, თუ არ მიიღებდნენ, ამ შემთხვევაში დაეტოვებინათ კლუბი. არანაირად არ შეესაბამება. გარიგებული თამაში როგორც ასეთი მენესის თქვენ ახლა პირველად რომ ჩვენ გუნდში ყოფილიყოს ასეთი რაღაც მე ამას საერთოდ იმიტომ რომ კიდევ თუ გეუბნები ჩვენ გავდივით ყველა თამაში მოსაგებად და გავვარ კიდევ ერთხელ მოსაგებად და ესეთ რაღაცებს აკეთებს გარიგებულ თამაშს და ასე შემდეგ ისინი არიან პირდაპირ გეუბნებით ქართულ ფეხბურთის წრები და ესო ჩემთვის ცნობილი გამხდარიყო მაშინ მე დღეს არ ვიქნებოდი გუნდში წვრილად რადგან ყოველგვარ ასეთ ფაქტს ვეცინაურდები და ეს არის ქართული ფეხბურთის დაუფვა, რასაც გვენაბობთ. ამას სასკოში არასოდეს არ ქონია ეს ყოველში ხო ჩემთვის არ ყოფილა ცნობილი და ესეთი რაღაც გავხდარიყო აუცილებლად მეწოდინებოდა და ასე ვთქვათ, ესე აქ არ იქნებოდი ცვლილად.